შემდეგი ვიდეო მეგობრებო, აქ არის სხვადასხვა იარაღი და იქით უკვე იწყება იარაღის განვითარება. ანუ ეს ხმლებია, გახედეთ. აი აქ. აი დეზები, ძალიან დიდარი ისტორია აქვს პორტუგალიას. გახედეთ ქანდაკება. და აი აქ გაჩვენებთ ჩემი საყვარელი. აი გახედეთ, ეს არის ცეცხლსასროლი იარაღი, ოღონდ ეს ცოტა ჩვენსკენ ნახეთ მე-20 საუკუნისკენ არის. მე-19 საუკუნე, ესაა ბელგიური და აი ეს არის აი როგორი მექანიზმები ჩნდება შემდეგში. გახედეთ როგორი მრავალლიანი აქეთაც სარბაზანი. ამათთვის დამახასიათებელი არის აი ეს კერამიკა, ხო ხვდებით? აქ. ნახეთ. აი ეს არის აჟიანი, ჩახმახიანი თუმი. და ეს უყურეთ ძალიან უცნაური მექანიზმია, რომელიც აქეთ არის აჟიანი. აქ არის უკვე ფისტონზე ორმაგია და ვერავე ესეთი მექანიზმი მე არ მინახია. აი უყურეთ, აი აქ არის ფისტონზე და ჩახმახი არის დატოვებული. მოკლედ ძალიან უნიკალური ნივთებია. ახლა ერთია ეს განსხვავებული, ეს არის გარე ჩახმახიანი ნიკელეთის მექანიზმი. და ეს უკვე შიდა მექანიზმი. მადლობა რომ ვიყურეთ. წარმატებები გადავალ შემდეგ ოთახში, თუმცა გაჩვენებთ ერთ პატარა მრავალლიან ზარბაზანს. წარმატებები. მოკლედ მეგობრებო, აქ სამხედროებიც გავიცანი, სხვათა შორის პირველი მსოფლიო ომის მოყვარულები და აქ გახედეთ როგორი ექსპოზიცია. ანუ ეს როგორც მივხვდი, არც ისე ძალიან პოპულარული მუზეუმია. მაგრამ აი გახედეთ ერთ-ერთი ყველაზე პირველი ზარბაზანი, ანუ ხელის ზარბაზანი. მოკლედ აი აქ თქვენ ხედავთ ამ ხელსაწყობს. ეს არის განლაგებები ჯარების, როგორც იცით. პირველად ხედავ ესეთ დიორამას. აი აქ უკვე პორტუგალიაა. პორტუგალიას ძალიან ბევრი კოლონია ჰქონდა, მოკლედ. აი აქ ხედავთ ზარბაზნებს და ნელ-ნელა გადავალ სხვა ოთახშიც. უნდა არ ვიცი. ამ ყველაფერს ერთად ნახავ თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოთახია, არ დაიჯერებთ. რამხელა ზარბაზნებია. აი აქ, გახედეთ რამხელა ჭურია. ზარბაზი, აი ამხელა ჭურს. რა ვიცი, ხელი რო გაჩვენოთ. აი აქეთ და აქ არის უზარმაზარი ზარბაზნები. აი არ ვიცი როგორ თქვა. ანუ ჩემთვის საოცნებო ადგილზე ვარ მე და გახედეთ ჭერს. მოკლედ ვეცდები ახლა კიდევ გადავიღო ფოტოები.